კიდევ? მე მინდა ერთ წუთით აი დავუგდოთ ყური. თუ როგორ იმღერებდა სვანი ლილას, განა შეიძლება უფრო მედიდურად, უფრო ლამაზად, უფრო შემართებით იმღეროს სხვა კუთხის შვილმა. ლილე ან გნებავ სხვა სვანური სიმღერა. ანდა ის იმ კვირცხლად შეასრულოთ სხვა კუთხის შვილმა, როგორც ამას გურული გააკეთებდა ხასან ბეგურას შესრულების დროს. ისე ლაღად, ისე მშვენივრად, როგორც ამას გააკეთებდა ჩაკრულოს შესრულების დროს ქართველი ან კახელი და ასე შემდეგ. მე რა მინდა გითხრათ, რა მინდა მოგახსენოთ. ჭეშმარიტება სრული ისევ შეგახსენოთ მინდა. არაფრით არ შეიძლება სიმღერა მოწყდეს სოფელს. არაფრით არ შეიძლება და სწორედ მე ვფიქრობ, აბადეთ ასეთი კატეგორიული ტონწროლობა რა ყოფა, მაგრამ მე აი ვდგევარ ამ პირადად როგორც ხელმძღვანელი ანსამბლის ამ დილემის წინაშე, ამაში დამეთანხმებია ალბათ სხვა ანსამბლის წევრები, სახელმწიფო ანსამბლის წევრები, რომ თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სვანმა არ იმღერა ლილე და ქართველმა ან კახელმა ჩაკრულო და სხვა შედევრები, იცოდეთ რომ მას რაღაცა აკლია და ეს რაღაცა საკმარისია იმისათვის, რომ ქართულმა სიმღერამ წინსვლა შეწყვიტოს. და კიდევ მინდა ვთხოვო პატივსამოწმო ტელემაყურებლებს, ჩვენი ანსამბლის კარი ღია ყველასათვის ვინმე ევროპისაც უყვარს ქართული სიმღერა, ცეკვა, მუსიკა, ხალხური, მობრძანდეს, გვასწავლოს, ან დაიქნებ მოვიდეს და იმღეროს ჩვენთან ერთად, რათა შექმნათ სრულიად საქართველოს კოლორიტი. რათა ქართული სიმღერა ახლო მომავალში არ გადაიქცეს სამუზეუმო ექსპონატად.